ანუ ჩვენი შვილები არიან ამ ბავშვების დახმარება ამ წუთში პენსია შეადგენს 70 ლარს, ასევე არის სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველასთვის, ანუ საყოველთაო დაზღვევაში არის, თუმცა ეს დაზღვევა არანაზღაურებს არანაირ კოლევას, რაც ამ ბავშვების საჭიროებებისთვის არის აუცილებელი. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ბავშვების პენსია გაუთანაბრდეს პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიას. 18 წლამდე ჩვენ შვილებს არ აქვს ჯგუფი და ეს არის ყველაზე ცუდი და ამიტომ დაგვტოვეს 70 ლარიან პენსიაზე და როგორ 18 წლის შემდეგ ჩემ შვილს უნდა უფრო მეტი ვიდრე ეხლა არის ის დრო რომ შეიძლება გამოსწორდეს ამ თანხით ვატაროთ ბავშვები ლოგოპედთან რეაბილიტაციაზე ვისაჭირდება ამიტომ ძალიან გჭირდება ეს თანხები ვთხოვთ მთავრობას გვიშვამდგომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და კანონში შეიტანონ ცვლილება რომ არსებობენ ესეთი ბავშვები და შეუქმნან სათანადო სტატუსები და სათანადო კალათა, რომელიც ეს არანაირ პროგრამასთან არ იქნება მიწებებული. მათი ძირითადი მოთხოვნა სწორედ ამას შეესაბამება, რომ საარსებო მინიმუმს მაქსიმალურად გაუტოლდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა ამას მიაქცევს ყურადღებას და ისევე როგორც სხვა კატეგორიის, თქვათ, სოციალურად დაუცველ ფენას მიხედა, იგივე იქნება, იმიტომ რომ ბავშვებს და მით უმეტეს ეგრეთ წოდებულ შიშიმუპუებს ყველაზე ძალიან ჭირდებათ ეს.